მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოგიყვეს ადამიანი, ვინც გასასწრებს შინახავთ, ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ, მინდა აუცილებლად პატიმრები განსაკუთრებით მოგიკითხოთ და უცხოეთში ყოფი ქართველი და აი ის არ ქვია, ქალბატონი ფატი ვნახე იმ დღეს მამა კახაბერ ტაბატაძის საფლავზე ვიყავი, რუსთავში ეს ადამიანი იყო არაჩვეულებრივი ადამიანი და აი ესეთი წიგნები დაუბეჭდიათ, დაუჯდომელი, არაჩვეულებრივი და მამებსო, ჩემს სახელზეო, მამაოს სახელზეო გადაეციო და მამა დავით ციცქიშვილი ყავს, სტუმრად დასაფასებელი ადამიანი, რომელიც ავიცი აი ეს ადამიანი რო არის ხოლმე ეთერში ძალიან ბევრი SMS-ები მოგდის ხოლმე შემდგომ ყველა კითხულობს მის ქადაგებებს იმას ყოველთვის გვაჩქარებენ ხოლმე მამაო როდის მამაო და სუხშიათ ვცდილობ ხოლმე მამაო რო თქვენ მოგიყვანოთ ხოლმე მოგიყვანოთ ამ ხერ გთხოვოთ მოსვლა რომ რაღაცნაირად დაგვარიგოთ მამაო იმიტომ რომ ძალიან საინტერესო დიდი გამოცდილება გაქვთ მამაო და მადლობა რომ რაღაცნაირად ესე გვეხმარებით მამაო და ბედნიერია ყველა ის ადამიანი ვინც თქვენ გამოცდილებას იყენებს მამაო იმიტომ რომ თქვენ ვიცი რომ აკადემიაში სასწავლეთ რაღაცა და მადლობა თქვენ მამაო ამ ყველაფრისათვის მართლა და აი თქვენი გამოცდილებით მამაო აი ეს წიგნი გვინდა გაჩვქოთ აი მამა კახაბერის სული საოხად და მისი არაჩვეულებრივი მეუღლე სხვათა შორის მამაო ესეთი რაღაცა მითხრა შენიშვნა არის ანუ მინდა რომ თქვა რახაც მამა კახაბერზე საუბრობ რომ გარდაიცვალაო მამაო ძალიან გული მწყდებაო რომ რევლი დაიფანტაო და ნეტაო სხვაგან მაინც იარონ წარმოიდგინეთ მამაო და რატო ხდება ხოლმე თუ შეიძლება მამაო აი ამის შესახებ გეტყვი ვინაიდან რაღაცა ეხება კიდევაც ჩვენი ეკლესიის მდგომარეობას ეხლა რომ შეიძლება ბევრი ადამიანი არ დადის ეკლესიაში რაღაცა ზოგს მოძღვარი გარდაიცვალა არ მოდის და აი რა უნდა გავაკეთოთ იმ ყველაფრისათვის მამაო ეს გუნდი რომ რაღაცნაირად შევინარჩუნოთ და თან კიდე აი ეს გული დასაწყვეტი არ იყოს მრევლი ხო მარტო ის არ არის რომ სიტყვაზე მამა კახაბერთან დადიოდნენ ეხა იარონ ნეტა და მოიკითხონ უნდა აუცილებლად ეს ადამიანებმა ის ეკლესიაც ისაფლავი და რა ვიცი მე მგონია რომ ძალიან მაგარი მრევლი ყავს იმიტომ ამ ადამიანმა ძალიან ბევრი გააკეთა რუსთავისათვის რუსთავი ფაქტიურად რუსთავში რო საეკლესიო ცხოვრება ერთ-ერთი მამა კახაბერმა წამოწია ერთმა თუ არა ერთ-ერთი იყო მათ შორის იმიტომ რომ 20 და 30 წელი იქ საერთოდ არაფერი არ იყო ბაღის შენობები იყო წარმოიდგინე და იქიდან მოყოლებული ხსნიდა ამ ტაძრებს და დიდი მადლობა მამაო სულს ვენაცვალე არაჩვეულებრივი წმინდა კაცი იყო და სულ უნდა გვახსოვდეს მამა კახაბერი ეს იყო რა ვიცი ტაბატაძე ეს იყო ჩემ ცხოვრებაში რამოდენიმეჯერ ვნახე და ისეთი ტკივილი დამიტოვა სულში რომ დღესაც მის საფლავზე ჩავდივარ ხოლმე და რა ვიცი ბედნიერებას გისურვებთ მამაო ბოდიშით რა ამდენხას გამიგზავნა უბრალოდ უნდა მეთქვა და რაღაცნაირად აი თუ შეიძლება რომ დაგვარიგოთ რაღაც ისე რომ ერთმა დაგლოცოთ საკმაოდ სართული საკითხი წამოჭერით გიორგი და ალბათ ღრმა ანალიზი რო გააკეთო არა სხვადასხვა მხარეს გამოყოფ ერთი შემიძლია თქვა რასაც ხშირად აღვნიშნავ მე რაც ცხოვრება მიჩვენა ერთზოთ რას რომ თქვა ყდათან მოდის 10 კაცი და რჩება 2 თქვა ანუ მე რა მინდა თქვა რომ აი უფალს უყვარს სტაბილურობა და აი ამის გამძლეობა ბევრთან არ შეინიშნება პირდაპირ უნდა ითქვას ის რომ ეს მარათონია ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება მარათონიდან ბევრი ჩამოდის როგორც აი სახარებაში არა ეს მარცვალი რომ კლდეზე დავარდება ერთი ნოყიერ ადგილას ანუ ასე და ასე შემდეგ ხო და ეს თვალნათლივ შეიმჩნევა რომ მოდის ბევრი რჩება ცოტა ეხლა რითი არის ეს განპირობებული ეს კიდე ცალკე ალბათ საკითხია მე ვიტყოდი რომ საერთოდ ჩვენ კარგად არ ვანალიზებთ აი ჩვენი თვისებები ყველაფერთან ერთად
როგორ განისაზღვრება. კერძოდ რას გულისხმობ? აი რო აიღოს ადამიანმა, რა რამდენი უარყოფითი და დადებითი თვისება დაგვიფიქსირებია ჩვენი წინაპრების, მშობლების. არა? როცა შენ სწორად ცხოვრობ, არა? ამის თავმომავლობას უადვილებ გზას. აი ზოგჯერ არის რომ განგითხა რატო არის უბანდური საქმე. თქვათ რუსებს მიდრეკილება აქვს სასმელისკენ, არხისკენ. წარმოიდგინე შენ. ეხა ამან კლიმატურ პირობებმაც ხელი შეუწყო ციმბირში რო ცხოვრობ, არა იქ არაყი წყალივით მეტის გახურების კუთხით. როცა ბაბუის ბაბუას ვამდა, ბაბუის მამას ვამდა. მე ბუნებრივია გენეტიკური მიდრეკილება ყალიბდება, არა მე ესე ვიტყოდი, ხო? შეიძლება ჩვენ ქართველები რო ვიყავით მათ ადგილას, თქვენი ჭერები ვართ ყველაფერში უარესად მიდრეკილება გაგვჩნოდა, ეგრე შეესაბამება. ეხლა რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი? იმიტომ რომ როდესაც შენ სწორად ცხოვრობ, გენეტიკური დატვირთვა იქნება თუ სხვა კუთხე, არა, შენ ამით შთამომავლობას უადვილებ გზას, რომ ამა თუ იმენების მონა არ გახდეს. ეგრე შეესაბამება. მეორე, ეხლა როცა ეკლესიურ გარემოში იზრდება ადამიანი, არა, ბავშვისთვის ბუნებრივია უფრო ადვილია, რომ წავიდეს არა მიმართულებით, იმიტომ რომ გარემომ ხელი შეუწყო. გენეტიკურმა კოდმა ხელი შეუწყო, მე ესე ვიტყოდი. ეხლა ცნობილი გამონათქვამია არა მარტო აღზრდა რას გიშველის თუ ბუნებამაც არ გიშველაო, მაგრამ რას გითხარი ეხლა ბუნებაც რაღაცა კუთხით ჩვენით ყალიბდება რა იმის დამიხედვით წინაპრული ხაზი როგორი საღია. ეხლა პირადად მე შეხება მქონია და ზოგიერთი გვარის წარმომადგენელი ისეთია რომ გზნობ რომ ეს არის მადლიანი გვარი. აი გენიალი მადლიანი იცი. დაძმა იქნება, ოჯახი იქნება, აი გზნობ რომ გვარში რაღაცა სხვა წყალობა უფლის. და არის გვარი რომელიც პირიქით აი ძალიან ცოდნისმიერად არის დატვირთული და მის წარმომადგენლებს საკმარისად ურთულდებათ ხოლმე ცხოვრება, მე ესე ვიტყოდი რა. ხასე რომ აი ეს შეიძლება გამოიყოს, ანუ ის რომ პირადად აი რაც გითხარით ჩემი მღვდლობის გამოცდილება მესმის ჩვენა რომ ცოტა რჩება, ბევრი მოდის ეკლესიაში, მაგრამ ეს რით არის განპირობებული? აქ რომ ანალიზი რო გააკეთო, რაღაცებს გამოყოფ. არის კიდე ესეთი მომენტი, რომ აი შეგრძნება მაქვს, რომ უფალი ნიშანს დაადებს ადამიანს. და ნიშანს რო დაგადებს უკვე არა, შეხარ მისი. ჩემთვის დღესაც საოცრებაა, როდესაც ხვდები ხოლმე ახალგაზრდა ბერებს მონაზვნებს. სულ საოცრები შეგრძნება მაქვს. კერძოდ რა კუთხით, რომ ადამიანი იმ ასაკში, როდესაც უნდა ილტვოდეს კარიერის გაკეთებისკენ, სიამოვნების მიღებისკენ, მოგზაურობისკენ, ოჯახის შექმნისკენ და ასე შემდეგ, ამას ყველაფერზე არ მოგვარს ამბობს და მიდის მონასტერში. თითქოს ერთფეროვან ცხოვრებისკენ მიულტვის, არა? აი, ანუ ბუნების წინააღმდეგ მიდის რა ეს კაცი. მაგრამ უფალმა ნიშანი დაადო. არის მეორე მომენტიც ახლა პირადად აი ჩემი მაგალითად ჩემი ცხოვრება რა ბევრი ნაპირს მივიახლე. ვერ სადღუზა ვერ ჩაუშვი და გული ვერ დაუდე, იმიტომ რომ ჩემთვის ეს იყო მეორე ხარისხოვანი, სანამ მღვდელი გავხდებოდი. სანამ არ მოვედი და აქ ასე ვთქვათ არ დავფუძნდი, იმიტომ რომ სულ შეგრძნება იყო რომ ეს არ არის ჩემი თავი საქმე. ანუ მე დავიტანჯებოდი რომ ეს ნაბიჯი რო არ გადამედგა ცხოვრების ბოლოს ვიტყოდი რომ არ შედგა ჩემი ცხოვრება. ანუ აი ესეც გიბიძგებს რომ წამოხვიდი აქეთკენ, მაგრამ ყველასთან აი ეს არ შეიმჩნევა. ვიღაცა კომპოზიტორი ხდება, ვიღაცა იურისტი ხდება, ვიღაცა ექიმი ხდება, ანუ შეგრძნება აქ რომ ეს არის მისი საკეთებელი საქმე და არა ის რომ სასულიერო მოღვაწეობას მისცეს თავი. ეს მომენტიც არის. არის კიდე ერთი მომენტი, რაზეც აუცილებლად მინდა ყურადღება გავამახვილო. კერძოდ რა? ჩემი აზრით სასულიერო პირები დიდ შეცდომას უშვებენ რა კუთხით. აი გეტყვი, ეხლა ცოტა კიდე მინდა რომ ღრმად წავიდე. და რაღაცა გავამახვილო ყურადღება.
დაისვა ერთხელ ესე საკითხი, რომ მრევლი რატო ცოტავდება. სხვათა შორის მეც დავსვი ერთ-ერთ შეკრებაზე სასულიერო პირების. უпроსტად დასვა სხვამ და მე ვთქვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის, რომ უნდა გამოიყოს ფაქტორები, რომელიც განაპირობებს მრევლის შემცირებას ეკლესიის წიაღში. ხო და მე მითხრეს, რომ მოდი წადი და იფიქრე ამაზე, გაანალიზე და მოდი და გითხარი. შენი აზრით რა ფაქტორებია? სამწუხაროდ მე აღარ დაუძახი ვარ. ხშირად მოხდარა ეკლესიის წიაღში ეს რომ აქტუალური საკითხებისთვის მე თავი აურიდებია და მეორე ხარისხონზე გავუკეთებიათ აქცენტი ეს ერთი დიდი ტკივილია. ხო და მოკლედ რომ მითხრეს არა წავედი და ერთ-ერთი რას მეუბნება იცი? ახლა ვიღაცას აწყობს არ აწყობს მე გეუბნებით რა პასუხიც მივიღე რომ უმადლო მსახურებები წამოვიდა ძალიან ხშირად. უმადლო მსახურება რას გულისხმობს? მსახურება ტარდება, თქვა საღამოსლოც არ ტარდება, წირვა ტარდება და ადამიანი შეიძლება თიც ვერაფერს ვერ გწონდეს. ჩემი პირადი გამოცდილება მინდა გეუბნები რა, რომ იმისთვის რომ წირვას გავდეს, ხდელი უნდა იყოს სულიერ ფორმაში. აი ზოგჯერ როგორ არის, იცი, წირვას ატარებ. და იმ მადლს ვეგრძნობ რა, რომელიც შესაბამისი უნდა იყოს რა და რაღაცა კუთხით შეიძლება შენი თავის დაიდანაშაულო, იცი რომ შეიძლება წინა დღეს ისე ვერ მოემზადე, შეიძლება ვიღაცა გააკრიტიკე ეს განგითხვაში გადავიდა, შეიძლება რაღაცა კიდე სხვა სისუსტე გამოიჩინე. ანუ უფალი ამ შემთხვევაში არ გაძლევს იმ უნარს რომ წირვას დაემსგავსოს. ეს ძალიან ისეთი მტკივნეული საკითხია სხვათა შორის. აი მაგალითად ეხა წარმოიდგინე შენ აი უბრალო ერისკაცი გამიგებს. ეხა ვთქვათ რაღაცა მრისხანებაში ზედმეტად ჩავარდი, ან კიდე სხვა უნებას მიეცი გაქნების საშუალებას და უცებ მოინდომო სულიერ საკითხებზე საუბარი. შენ თვითონ ხო გრძნობ რომ აი შენი ისარსაუბრობს, ვინც უნდა ისაუბროს. ხო არა, შენი შინაგანი მდგომარეობა ეს არის შეუსაბამო, ხო არა? გაიგერაშია საქმე. ანუ სულიერ სამყაროში ეს ხშირად შეიმჩნევა. იმისთვის რომ მადლიანი იყოს მსახურება ხალხზე იმოქმედოს არა, ხდელი სხვა სულიერ ფორმაში უნდა იყოს. პირდაპირ გეუბნები, ამას გეუბნები გამოცდილებით. შეიძლება ბევრმა არ ილაპარაკოს ამის თაობაზე, მაგრამ ეხლა მე გულახდილად ვამბობ რა, რაც ცხოვრებამ ძალიან კარგად მიჩვენა. ასე რომ როდესაც მე არა ვარ სულიერ ფორმაში და ჩემი მსახურება შეიძლება ისე არ მიდის როგორც საჭიროა რა, მრევლი ცმოტავს, მრევლი ისე ვერ ჩერდება, მრევლი ისემდენად აღარ მიიზიდება ეკლესიური მიმართულებით, გაიგერაშია საქმე. მეორე არის ქადაგება ვთქვათ. ეხლა არ არის დასამალი რომ შეიძლება არც თუ იშვიათად რომ გამოდიან სასულიერო პირები. მათი ქადაგების დონე ჩემი აზრით უფრო მაღალი უნდა იყოს, უფრო მეტად უნდა მოემზადონ. გაიგერაშია საქმე. ანუ არც თუ იშვიათად არ ტოვებს სერიოზულ შტაბ-ბიძგებას. მე ზოგჯერ არის ერთ-ერთი ნაკლოვანება რა იცი, ესეც ასტულია მდლების, რომ ხანდახან აგრძელებენ ხოლმე. იღლება ადამიანი, ეხლა რო ვაკრიტიკებ, არა გულახდილად რო ვთქვა, ალბათ მეც დამიშვია ამ კუთხით შეცდომა. მაგრამ ერთია როცა საინტერესოდ ქადაგებ და მაინც ზედმეტი მოგივა და მეორეა როდესაც უინტერესოდ ქადაგებ და ზედმეტად მოგივა. აიგე ეს უკვე უფრო რთული გასაძლებია. მე არის ზოგჯერ ხა ჩემი აზრით არა სასულიერო პირები ჭიმავენ ამ ქადაგებას და მსახურებას. რა იგულისხმება რა ამაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო რომ ერთია როდესაც შენ მსახურობ და ხარ მოქმედებაში ჩართული. დრო ადვილად გადის უფრო. აი თქვათ მე დავით მე სტიხაროსანი სასულიერო პირი და სულ სხვა არის როდესაც усმენს ადამიანი. ეს სხვა ღვაწლია. ამაზე არ ამახვილებენ ყურადღებას. აი წარმოიდგინე მე 3 საათი. კი. რთულია ეს წირვა, გაიგე, მაგრამ სულ მოქმედებაში ვარ ჩართული. გაიგე და 3 საათი ვიღაცა მე მისმენს. და მე რომ ამას ვაჯამლე, მე რომ ამას ვჭიმავ, მე რომ ზედმეტად დუნეთ აი ამ ყველაფერს ვაკეთებ არა. ყოფილა მსახურებები ზოგჯერ 5-6 საათი გაგრძელებულა გაიგერაშია საქმე. ეხლა 5-6 საათი იმ დღეს შეიძლება გაუძლოს ადამიანმა, მაგრამ მე უკვე აღარ უნდა იქ მისვლა, იმიტომ რომ ახსოვს. ქვეცნობიერად თუნდაც უკვე მოქმედებს ეს ყველაფერი. ასე რომ მე რაზე ვლაპარაკობ იმაზე რომ შენ ეკლესიური გარემო უნდა მიმზიდველი გახადო.
გაიგე რა შეასაქმე. მიმზიდველი ადამიანისთვის. თუნდაც მე დავითნე, ეხლა ბევრი შეცდომაა დაშვებული. ზოგჯერ აი კითხულობს ადამიანი, მე დავითნია და ის კიდევ მეორე შესაბამისი დიქცია არ აქვს, გაიგე, რომ კითხულობს, უბრალოდ კითხულობს და არ ლოცულობს. ანუ ტექსტში ვერ ჯდება, გაიგე, ხო, აი ლოცვის ტექსტში ვერ ჯდება აზრობრივად და ეს მოქმედებს ადამიანზე, გაიგე რა შეასაქმე. თქვათ, ზოგჯერ არის ახლა ესეც საინტერესო ნიუანსია, შეიძლება ერთი მე დავითნე იდგეს, გაიგე და 2 საათი რო კითხულობ, მე ყელი იღლება, გაიგე რა შეასაქმე და ზოგჯერ აი დაბოლოებებს არა, იმდენად თქვათ რაც არ ყლაპავენ, გაიგე, ანუ გინდა არ გინდა რაღაცა კუთხით ადამიანი შეიძლება ახალტურებდეს ამ ყველაფერს. იმდენი ნიუანსია, ეხლა რატო ლაპარაკობ მე ამ ყველაფერს, რომ შენ უნდა მიმზიდველი გახადო. და შენ თუ ამას არ ცდილობ, მიმზიდველი გახადო, შენი ქადაგებით, შენი თუნდაც ურთიერთობით, ისიც არ არის ახლა დასამალი რომ ხო, დასამალი რომ ერთ-ერთი აქილევსის ქუსლი ჩემი აზრით სასულიერო პირების კიდე ის არის, რომ ზოგჯერ ტაქსს არ ეჩენენ შესაბამის და შეიძლება ისე უხეშად უთხრას ადამიანს სასულიერო პირმა, რომ ის წლები აღარ მოვიდეს ეკლესიაში. ეგ რა შეასახა. და როდესაც მე სათანადო სიმაღლეზე არ ვდგევარ და არ ვინდომებ მიმზიდველი გავხადო ეკლესიური გარემო, მე სხვას მე არ უნდა დავაბრალო, გაიგე, რომ ის რატო არ მოდის, გაიგე რა შეასახა. თავი დამნაშავე ვარ მე. და ამაზე არ მახვილდება ყურადღება. ის რომ ეს არის მაღალ დონეზე სამუშაო. შენ გახდი სასულიერო პირი, სულ უნდა იფიქრო იმაზე, კიდევ მეორე, რომ მიმზიდველი გახადო შენი გარემო, არა ქრისტიანული დოგმების შესუსტების კუთხით. არა, მართლობა იგივე უნდა იყოს, რაც არის, უბრალოდ შენ უფრო კიდევ მეორე, ადამიანური, უფრო თბილი, უფრო მე ესე ვიტყოდი, საინტერესო უნდა გახადო ეს ყველაფერი და საკმარისად ხშირად აი სასულიერო პირები ამაზე არ ფიქრობენ. ხალხო ჩვენ და მამო ეს სულ იქნება, ეხლა ჩემი გადაცემა რატო არის იცით მამაო, რომ სულ ფიქრობ იმას, რომ აი ის რაც სიტყვაზე ვიღაცა სადღაც რაღაცაზე განაწყენდა, რაღაცა ის არის, რომ გადავატანინოთ ამ პასუხებით, რომ აი რატო ხდება ჩვენ თავს ეს. აი რატო ხდება მაგალითად მამაო, ჩემ თავს ეგ, რომ მე მივედი და რაღაცა მეწყინა ეკლესიაში, მე არ გასაგებია. ეს ერთი პრობლემაა, რომ სიტყვაზე ვიღაცა მაწყენინა, მაგრამ მე მინდა აუხსნა, რომ რატო ხდება ის, რომ მე ისე მაწყენინეს, რომ ეკლესიაში არ მივდივარ და ვის აწყობს ეს და ვის მისცემს ეს ქულას, იმიტომ რომ აი ამ შემთხვევაში მამაო რა არის, იცი, ცუდი შეიძლება არ დაილიოს. ეს ავანტყოფო არის და აქ ავანტყოფები იქნებიან. უბრალოდ აი ჩვენ როგორ არ დავკარგოთ, ხომ ერთი ხა მე მაგალითად თქვენ თუ მაწყენინეთ, მამაო, მე თუ არ მოვალ, ვის დააკლდება? მე დამაკლდება, არც ვეზიარები, არც იოსანმასა. გასაგებია, რომ ძალიან ცუდია, რომ თქვენ მაწყენინეთ. მაგაზე ლაპარაკი არ არის და შეგხვდება კიდევაც, რაც უფრო მეტად ეკლესიური იქნები. მით უფრო მეტად დაინახავ იმ შავფერებს და გამოჩნდება, იმიტომ რომ ბოროტი იბძვის, რომ შენ დაკარგო ის მთავარი რა, ცხონების გზა. თუ შეიძლება, მამო, აი ჩვენ როგორ გადავიტანოთ ის ყველანაირი დაბკოლება, მამო, იმიტომ რომ იავარდეთ, მამო, არსად არ არის მოფელი. ყველას ზოგს თავის პრობლემა აქვს, ზოგს ისა და ეს ყველა პრობლემა იყრის აი აქ თავს. აი თუ შეიძლება მამო, როგორ გავუძლოთ იმ ყველაფერს, რაც ჩვენ წინ დაგხვდება, რა თუნდაც ეკლესიაში, იმიტომ რომ მე ადამიანი მამო არ მინახავს, ვისაც ერთხელ მაინც არ უთქვას, რომ აი მე მაწყენინეს იქ მივიყავი, აი ვიღაცა ისე მომექცა რაღაც. თუ შეიძლება. იცი რა, საერთოდ მოდი ესე დავსვათ საკითხი, რომ კარგი არ არის მამო, მე ვაღიარებ, რომ ძალიან ცუდია. რომ ესეთი ტიპები ვიღაცა შეიძლება სტიქაროსან იქცეოდეს უხეშად და უზდელად, ან ვიღაც არ არის, მაგ ეგ არ არის კარგი. დიახ ხო, სხვათა შორის ახლა ჯერ ერთ ფრაზას ვიტყვი და მე ისევ გავაგზავნოთ, აი რაც კითხვა იყო იმაზე საუბარი. ნუ ერთ ჩემი ახლობელი ჩამოვიდა რა ამერიკიდან და ეს რაღაცა მითხარ, ყდლებია, კულტურულები არიან და ძალიან ისე უფრთხილდებიანო რა იმ ურთიერთობასო და ჩვენთანო აი პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ტაქტი ღალატობსო. არც თუ იშვიათად სასულიერო პირს, ეხლა იმას გეუბნები, რაც ჩემი ყურით მოვისმინე, გაიგე, ამას დამაფიქრა, ეხლა მარტო ისე ჩემი გამოცდილებიდან არ ამოვდივარ, გაიგე რა შეასაქმე. თუ აქ იციან, მამაო, რომ მაინც მიხვალ. ხო, ნუ იციან, არ იციან, ყოველ შემთხვევაში ამაზე არის სამუშაო, ეხლა აი ფსიქოლოგიურ სამყაროში, ეხლა მაგალითად, ჩვენი ფსიქოლოგი რას აკეთებს? აკეთებს იმას, რომ
მიმზიდველს ხდის, გაიგე რომ თავის ურთიერთობას იმ გარემოს, სადაც მოდის პაციენტი, იმიტომ რომ ის უნდა გაიხსნას, უნდა ილაპარაკოს, გაიგე ის შენს მიმართ უნდა ნდობით აღიჭუროს, გაიგე ეს არის ნაყოფიერი ფსიქოლოგიური დახმარების ერთ-ერთი წინაპირობა, ხო? და თუ ისინი ინდომებენ, შეიძლება ეს ხელოვნურია, შეიძლება აქ თამაშის მომენტებია, მაგრამ ეს მიმართულება იქ საკმარისად ძლოვრად გამოიყოფა. მაშინ რა ფსიქოლოგი ხარ, შენ თუ ადამიანი ისეთი გარემო შეუქმნე, რომ აღარ მოუნდა შენთან მისვლა, ხო, არა? და იქიდან რაღაცები ხომ გადმოვიღოთ, არა, ჩვენც, არა, მე ესე ვიტყოდი. ხო, მეორე რაც არის აუცილებლად აღსანიშნავი რა, რომ პირდაპირ უნდა ითქვას, ახლა მე აი მრავს ვეუბნები, როცა ეგეთი შემთხვევები. მეც ახლა ერის კაცი რო ყოფილვარ, მეც კიდევ მეორე გულსატკანი მქონია, აი შევსუარ ეკლესიაში, ვიღაცას უხეშად მოუმართავს. იქ სტიხაროსარი იქნებოდა, იქ მოხუცებული ქალი იქნებოდა, ძველი ხლისფრეული, იქ მღვდელი იქნებოდა, გაიგე რა შეეს, ამას ვერ აცდები. პირდაპირ უნდა ითქვას რა და მაგას ვერ აცდები. ეხა ეს სადღაც აი უფრო ზუსტად რომ ვისაუბროთ, რას გულისხმობს, რომ ღმერთი ამ გამოცდას შენ მოგიწყობს. ბატონო. გამოცდას მოგიწყობს და გიყურებს, აბა ეხა შენ რომ ეს უხეშობა დაინახე ვიღაცის ხრიდან იქნა გამოვლენილი, ანა შენ დარჩები ეკლესიაში თუ წახვალ. ამას გადააბიჯებ თუ ასე ვთქვათ, დაინგრევი რა სულიერად ფსიქოლოგიურად. ამიტომ ეს გამოცდა შენთან აუცილებლად იქნება. შენი პიროვნული სიძლიერის, შენი ჭკუის გამოვლენა რა იქნება, რომ ამას გადააბიჯო და დარჩე ისევ ეკლესიაში, ხო? ის ალგე პრობლემაა, რაზეც ვისაუბრეთ. აი მაშინ გაიმარჯვებს. აი მაშინ გაიმარჯვებს. ანუ ეს გამოცდა აუცილებლად იქნება შენ ცხოვრებაში, მე ესე ვიტყოდი რა, აუცილებლად. ღმერთი მოკლედ მოგიწყობს აი ამ გამოცდას, რომ აი ეს წყენა რაღაცნაირად აიტანო. მაგრამ არის მეორე მომენტი, აქ იმდენი ნიუანსია სულიერ ცხოვრებაში. მეორე რა არის, რომ ზოგიერთისთვის ეს ქვეცნობიერად თუ არაცნობიერად არის ხელსაყრელი. კერძოდ რას ვიძახი მე. აი, ხდელი ესე მომექცა, აი სტიქანოსანმა ესე უხეშად მომართა. რა მინდა მე იმ ეკლესიაში? და სინამდვილეში ამ კაცს ეზარება ლოცვა, ეზარება მარხვა, ეზარება ნაბიჯების გადადგმა ღმერთისკენ, გაიგე და ადამიანი როგორი არსება, იცი, რომ აი აქ ძალიან ხშირად თავდაცვითი რეაქციები ირთვება. ზოგჯერ თვითონ ვერ აცნობიერებს ეს. გაიგე რომ უნდა რომ გაამართლოს, გაიგე? და საბაბი ადვილი გამოსაძებნია. მოტივი. იმის მიღმა მაინც აი ეს დგას, გაიგე რა შეასაკ. და მეორე კიდე ხა რაზეც ხშირად გამომახვილებია ყურადღება. აი რა პრიმიტივიზმია რა. ცხოვრება როგორ არის მოწყობილი? აუცილებლად იქნება ცუდი ექიმი, იქნება კარგი ექიმიც, ხო? ცუდი იერისტი, კარგი. ერთ-ერთი რაც მიგვირს, აი გულახდილად რო გითხრა გიორგი რა არის, აი ყოფა ჩვენი როგორაა მოწყობილი. აი მკერავი რო აიღო, რა ვთქვა 15, ხო? აი ზოგჯერ მთელი ცხოვრება კერავს ადამიანი და მაინც კერავად ვერ შედგა. წარმოედგინეში. რამდენიც გინდა? ხა 30 წელი, 40 წელი, 50 წელი, არა თვითქოს რა, ამდენი წელი ვერ ისდება, ხო? აი რა საინტერესოდ არის, ხო? ეხა ჩემი თავი რომ ახსენდება, ეხა რომ შემიკერია, თქვა ჩარვალია, სხვა რაღაცა, არა? აი რამდენი მკერავი იყო უკმაყოფილო დამრჩენი ვარ და ცოტა გაიგე რა შეასაკ. აი სხვა სფეროშიც აი შეიძლება კარდიოლოგი 30-ია, მაგრამ ის ერთი იყო გულიკო ჩოფიძე და ვიღაცა გაიგე რა შეასახმე, არა? საინტერესო მომენტია, ხო, აი როგორ არის ცხოვრება მოწყობილი. კარგი მოდელი და ცუდიც აუცილებლად იქნება, ხო? ეხა შენ ამას რო ასე ვთქვათ შეაჩერდები, არა? ადექი რა კარგი მონახე ხო მოდელი, რა პრიმიტივიზმია, რომ ამას მიაჩერდე, გაიგე და თუ შენ მიზეს არ ეძებ იმისა, რომ აი კარგი და იარა. რამდენი მარგალიტია რა სასურველი პირებიდან, არა? ეს არის თან პრიმიტივიზმი, თან არის უაზრო გამართლება იმისი, რომ შენ ეკლესიაში არ მედიხარ და ასე შემდეგ. ცოდვები ჩვენ ვიყოფნის, კიდევ მეორე რაზეც ვისაუბრო, რომ ჩვენ მიმზიდველი უნდა გავხოდოთ და უფრო ტაქტიანები უნდა ვიყოთ, მაგრამ მეორე სხვა კიდევ მეორე ადამიანის ბუნებაც ესეა, გაიგე რომ ხშირად თავს იტყუებს რა. ხშირად აი სერიოზულ ანალიზს კი არ აკეთებს. ამაზე დიდი ეკლესიურ გარემოზე, სამყაროზე არც არაფერი არ არის. როდესაც ცხოვრებას ეხები არა, ყველაფერი ამასთან შედარებით არის პრიმიტივიზმი, მაგრამ აი ამის სიდიადე რო დაინახო,
ეს კიდე სხვა პილოტაჟი. ეს უკვე ამაზე მაღლა უნდა დადგა. აი მამაო ზუსტად როგორ დავდგეთ მამაო ამაზე მაღლა, იმიტომ რომ აი ჩვენთვის აი ყველაზე სამწუხარო მამაო ეგ არის, რომ ეს არა მარტო ეკლესიას კი არ კარგავთ მამაო, არამედ აი ვიღაცასთან ურთიერთობაშიც მამაო რაღაცა პატარა უმნიშვნელო რაღაცეები უფრო წინ წამოიწევს ხოლმე და მე იმათაც ვკარგავთ ხოლმე ადამიანებს. ეხა აი თქვენ რასაც ავთ მამაო ეკლესიას და ღმერთს ვერ დაკარგავ, მაგრამ ანუ იქაურ სიტუაციას დაკარგავ, ზიარება, ახსარება, ასე შემდეგ, ხო? ამ ყველაფერს დაკარგავ იმის გამო, რომ შესასვლელში ვიღაცა უხეში შეგხვდა, ან ვიღაც სუდათ მოიქნა. მართლა დასახვეწია ეს, რომ აი ბევრი საერთოდ გაუცნობლად თვითონ არის სამკურნალო და რაღაცა შეიძლება რაღაცა დადგება და შეიძლება მართლა არის ხოლმე ეს პრობლემები აქვს და კურნალო გამკურნე ჯერ თავი შენიო, ხო იცით, მაგრამ ამ შემთხვევაში მამო ეს ყველაფერი ის არის, რა ქვია, შენ ამაზე მაღლა როგორ უნდა დადგე. აი ეგ არის, იმიტომ რომ ჩვენ თუ ეკლესია ესე მივატოვეთ მამაო ყველა უბრალოდ ფიზიკურად დაცარიელდება და ვის დარჩება. ეხლა მაგალითად რომ დაინახავ რომ ვიღაცა მაგალითად არ არის მოწოდებული, მიდი და შენ დადექი იმ ადგილას, ხო? ან აი რაღაცნაირად შთააგონე, რაღაცნაირად, იმიტომ რომ იმას რომ გადის მამაო, რომ შენ მერე არ მიდიხარ, თუდად რომ მოგიქცა, ის მერე არ მივიდა, ის მერე არ მოვიდა. ჩება მაგასაც ეგ უნდა და ბოროტს უნდა მამაო ეგ. იმ ადამიანის ბრალი კი ის არის ეშმაკის მსხვერპლიანი მამაო და შენ იმას გიშვება, რა ქვია. რაღაცნაირად ბოროტი მისი სახით გებძვის და გაგდებს ფაქტიურად ეკლესიით. აი როგორ უნდა იმას ვქნათ მამაო, მოვერიოთ ამას. თუ შეიძლება ის პირად ურთიერთობაშიც მამაო, ხშირად ხდება ხოლმე რაღაცას გამო, პირადულის გამო, მნიშვნელობას კარგავ შეიძლება ოჯახის წევრს და ასე შემდეგ. ხო, აი როგორ უნდა მოვერიოთ, რომ რაც ითქვა უკვე გუში მქონდა საუბარი. ერთ-ერთი ესეთი ჩვენი ცენტრალური ტაძარია და დღეს ანდრეა პირველ წოდობლის წლების დღეა, ხო და შევიარეო და ლოცვაზეო იქო, ცოტა ხალხი იყო, წინა წლებში მახსოვს რომ უფრო მეტი იყო და ხა შეცოტავებული არის და იგერაში ეს საქმე, ანუ ისე უბრუნდები იმას, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთეთ, რომ ეკლესიური გარემო მიმზიდველი გავხადოთ, მაგრამ როგორ გითხრა იცი, ალბათ როგორ უნდა მოვერიოთ საკუთარ თავს სასופველიც ისა იძულების ახსარების ზიარების გარეშე მოძღვართან ურთიერთობის გარეშე საკუთარ თავს ვერ მოერევით ეს თუ მადლი არ შემოვიდა ეხლა მე გეტყვი ჩემი დაკვირვებით რა სანახდელი გავხდებოდი რაღაც გარკვეული ფსიქოლოგიური პრაქტიკა მქონდა და რომ მოდიოდა ჩემთან თქვათ აი პაციენტი ვეუბნებოდი რომ მაშინ არ ვიყავი სასულიერო პირი ვეუბნებოდი რომ თუ რაიმე სისუსტეს ხედავ შენ თავში და მის გამოვლინებებს კარგია მოდი მეუბნები მე მაგრამ წადი ავცლებოთ ახსარებაში თქვი ეს ყველაფერი იმიტომ რომ ახსარებას აქვს სხვა მადლი აი როდესაც ახსარებაში ამბობდა დელი შენდობის ლოცვას ისე წაგიგითხავს და ოლას გადაგაფარებს არა იქ სხვა ძალა გეძლევა. ეხა ერთი ახსარებით ვერ გამოსორდები და 10-ით. ეს ხანძლივი პროცესია, მაგრამ აი ჩემი დაკვირვებით ახსარების გარეშე მაინც ადამიანს ძალა არ ეძლევა, რომ აი სისუსტეების დაძლევის კუთხით წინ წაეციოს. შეიძლება აცნობიერებდე შენ სისუსტეს, მაინც ვერაფერს ვერ აკეთებდე რა შენთან. ყველაზე რთული ამოცანა ჩვენთვის რა არის? ებრძვი გამძვინვარებულ ხეს, რასაც საკუთარი მექვი. ამაზე რთული ამოცანა არ არსებობს, პირდაპირ გეუბნები. თელი ქრისტიანობა რაზე დგას? ეკლესია რა არის? ადამიანის გამოსწორების რელიგია. უპირველესი რასაც ღმერთი მოითხოვს ჩვენგან არის რომ გავხდეთ უკეთესები. მაგრამ მიდი და გახდი უკეთესი. საკუთარ თავზე დაკვირვების შედეგად რა დასკვნას აკეთებ? რამდენი რაღაცაა შენში ნაკლოვნება მოცემული სისუსტე რომ ვერაფერს ვერ უხერხებ. არა წლები უყურებ და იღლები რა შენი თავის ყურებით, ხო? და მაინც ერთი და იგივე მით უმეტეს ეხა სხვას რო უყურებ, არა? გინდა ოჯახის წევრი, გინდა სხვა ცული შენ რა ურთულესია რა ამ ადამიანების შეცვლა უკეთესი მიმართულები და წარმოედგინე მოდლობა რაღაცა კუთხით როგორი უმანდური საქმეა ამისგან მიულტვი და წლები ხშირად ერთი და იგივე ადამიანი გრჩება ხო როგორია ხა აი ამას უყურვა რა ძალიან ძნელია ხო მაგრამ გინდა არ გინდა მაინც სხვა რამიზელი გაქვს რომ უკეთესობისკენ შეცვალო ღმერთისკენ წაიყვანო უფრო კეთილშობილ ადამიანად აქციო უფრო ვნებების დამასპირისპირებელი იყოს ეს კაცი, ქალი და ასე და ასე შემდეგ, ხო?
ხო და ასეთი პირადი ღვაწლის გარეშე შეუძლებელი ცხოვრება რას გვიჩვენებს ვიღაცა არის ალკოჰოლზე დამოკიდებული ვიღაცა ნარკოტიკზე ვიღაცა თამაშზე ვიღაცა ხიბლშია ვიღაცა აი ესეთი მრისხანეა რომ აი ფსიქოპატი თქვა და არის ეგეთი წარმოიდგინეთ კონფლიქტური ადამიანი სულ რო ეძლევს კონფლიქტს ხო ვიღაცა ზიზღით არის ვიღაცა ზიზღი ვიღაცა შურით სკდება სული ამ სიტყვის მნიშვნელობით რამე ესე ვიტყოდი უფალს რა არ შეუძლია რომ ადამიანი ერთ წუთში უკეთესი გახადოს რა არის მისთვის არაფერი არ არის მაგრამ თელ სამყარო რითი იმშოლება რა კანონით ღმერთი შენ გასაკეთებას არ გააკეთებს და უფალი გეხმარება მაშინ როდესაც შენ ცდილობ და შენ ინდომებ ეგერაში ასაკ მე თუ ეხა გამოსვლა მაგ და არ მომემზადე რა ბედისწერას გადავაბრალო რომ ესე მეწერაო სულ შეიმჩნევა ეს კანონი აი როდესაც ამალ დამოკიდებულებთან მქონდა ადრე თქვათ ურთიერთობა მეუბნებოდი ღმერთ შეუძლია ერთ წუთში გაგიქროს ეს ვნება თქვათ ნარკოტიკის მიმართულებით მაგრამ ამას არ აკეთებს იმიტომ რომ შენ მონდომებას იმიტომ რომ შებრძოლას მოითხოვს და გაიზდები მე გაიზდები თანდათანობით ანუ სასופველიც ისა იძულებს მაგრამ ეს სიძულების მომენტი კიდევ მეორე ერთი არის როდესაც მე ვინდომებ და მეორეა ძალა საიდან მოდის ძალა მოდის უკვე მადლიდან აი ეგრეში ასაკ მადლი რა არის მადლი არის ის რაც სულიერად გზდის აი მადლის განმარტება ეგ არის აი როგორც ჩვენ გვჭირდება საკვები არა ბავშვს ჭირდება საკვები რომ გაიზარდოს სცენარი სჭირდება წყალი რომ არ გახმეს არა ეს მადლი ეს არის მადლი ამ ძალას გაძლევს შენ და თუ ეს მადლი არ შემოვიდა როგორ გინდა რომ შენ თავს ძლიო ამას კიდევ მეორე ეს არ არის თეორიული წეოსყლა ეს არის რაც ცხოვრება ძალიან კარგად მიჩვენა თუ ეკლესიურად არ ცხოვრობ თუ ჭკვიანურ ახსარებებს არ ამბობ და კიდე აუცილებლად მინდა აღვნიშნო რომ მოვიდა ჭკვიანური ახსარებების დრო ჭკვიანური ას გულისხმობს აი მაგალითად მოდიან და ჩამოწერენ გაიგე პირველი წერი ამპარტავნება ვეუბნები ეს ერთი სიტყვა რა არის ამპარტავნება იმისთვის რომ ახსარება წაგადგეს შენ უნდა მითხრა ეს ამპარტავნება რაში გამოვლინდა ეს არის ერთი ზოგადი სიტყვა ხო რომ ამოძირკო რა ის ამოძირკო ხო რა თქმა უნდა ხშირად გაიგე როგორ გითხრა იგივე აი ვთქვათ ცოდვაში ჩავარდა ადამიანი არა მხოლოდ ცოდვა უნდა აღნიშნო არამედ ამას რა შეუწყო ხელი როდის იგზენი რომ ეს ცოდვა როდის იგზენი რა ბრძოლები წამოვიდა გარემოებები ხელშემწყობი გაიგე ეხა აქ მოთხრობა უნდა დაწერო მაგრამ თუ არ გაანალიზე ეს ყველაფერი ეშმაკი დეტალებში იმალება არა ეგეთი გამონათქვა ჭკვიანური ახსარება ამას გულისხმობს მე ზიარება რო ავიღო ჩვენ აი ჩემი ზიარების პრინციპი რა არის იცი ვთქვათ ვეუბნები რომ როგორ მომზადოთ ნაყოფიერად ზიარებისთვის აი ყოველთვის უღირსად ვეზიარებით მაგრამ აი წარმოიდგინე შენ კვირას უნდა ეზიარო კვირას უნდა ეზიარო და ცდილობ რომ აი 3 დღე ვთქვათ კონდე ზიარების თვის მომზადების განწყობა ვთქვათ ხუთშაბათი პარასკევი შაბათი აი ხუთშაბათი ვიღაცამ გაგაბრაზა გაიგე რა შეასაქმე და უცებ გაგახსენდა რომ უნდა ვეზიარო მოდი რა უფრო მეტად თავში ვიკავ ვიღაცას აკრიტიკებ გაიგე უცებ გახსენდება რომ მოდი ხა კვირას უნდა აი ქრისტეს სისხლი და ხორცი მივიღო და მოდი რა კრიტიკისგან შედარებით თავს შევიკავებ ანუ როდესაც შენ განწყობა გაქვს აი 3 დღე რომ უნდა ეზიარო და სულიერად ემზადები რაღაცა კუთხით სულიერ მარხვაზე ხარ არა უფრო ღირსეულად ეზიარები წარმოიდგინეში შეიძლება მოვიდეს 50 კაცი და ვიღაცამ ეს 3 დღე მომზადებაში გაატარა სულიერ მომზადებაში ვიღაცა ეგრევე მოვიდა ეზიარა გაიგე ისეთი მოდერაცოდები მაგრამ მადლი ხო სხვადასხვანაირი მიიღო გაიგე რა შეასაქმე რა ლოცვა არის აიღო მაგალითად იგივე ხა სხვა არის ზედაპირული ლოცვა ჩვენ სულ ყურადღება გვეფანტება ლოცვის დროს სხვა არის ვიღაცა მოინდომა და უფრო გულისხმური წაიგითხა რა აი როდესაც მადლი შემოდის და წმინდა სერაფიმე საროლი ამბობდა რომ სულიწმინდის მადლის მოპოვება არის ადამიანის მიზანი გაიგე რა შეასაქმე იქ უკვე სხვა ძალა გეძლევა მე ესე ვიტყოდი ასე რომ აქაც სასופველიც ის აიძულებს უნდა გაიაზრო უნდა მოინდომო უნდა ღმერთთან დაახლოვდე აი მე გეშველება და არა ისე რომ მაგალითად ესე შეაჩერდე მაგალითად უფალს და მოდი რა უფალ მიშველე რა
კიდევ მეორე ღმერთი იმას ეხმარება, ვინც ინდომებს და ვინც იბრძვის. და ვისაც ხელები ჩამოშვებულია, ღმერთი შენ გასაკეთებელს არ გააკეთებს. არა და მისთვის შეუძლებელი რა არის. ერთ წამში შეიძლება ყველაფერი შეცვალოს, მაგრამ პოტენციალს უხედავთ შენში. პოტენციალს და ბრძოლას მონდონებას და არა სამყაროს ჭვალავს ეს კანონი. აიგე, მე როგორც ვინდომებ, ყველა ადამიანი არის სადღაც საკუთარი ბედის ჭედელიც, ხო? ეს არის უცილობელი ჭეშმარიტება. და მამა ბრძოლები იქნება აუცილებლად და მაგას მამა ვერაოა, იქ არ იქნება, სხვაგან იქნება რაღაცა, მაგრამ აქ ყველაზე მეტად იქნება, იმიტომ რომ აი მართლა ჭეშმარიტებას უნდა და მოგაკლოს ბოროტმა რა და აი რაღაცნაირად არის იმის საშუალება, იმიტომ რომ მამა სულ არის ხოლმე ხა მეც რო აი გადასიმა რო დავიწყე მამა სულ ყოველთვის ხა ტელევიზიიდან სულ ყოველთვის ქონდა ხოლმე აი მთელი ხელშეწყობა და აბა გიორგი ღვთელი და ისა ხანა ყოფილა შემთხვევები მამა იქითკენ რაღაცა სხვა ჯგუფები მებრძოდნენ ხოლმე იცით რამდენჯერ ყოფილა იმის მაგერად აი სიკეთე არაფერს არ ვაკეთებ არ ვაშავებ რა მინდა რომ პირიქით ღვთელი მოვიდეს რაღაცა და ყოფილა მამა ხელი შემშელი მომიტე მაგრამ ამას გაუზდივარ მამა ამასაც ჩაურლია მე უკვე 18 წელია ეს გადაცემა მომყავსაც პატრიარქმა მიკუთხა მაგრამ უბრალოდ აი წარმიგინე როგორ უნდა გაგზარდოს მამა მე უბრალოდ ღმერთმა გამიმართლა თორე იმ წამს რომ დამეყარა ფარხმალი ამ ხელაბრძოლები მქონია იცი ღვთლებისგანაც მამა იმისგანაც ამისგანაც მქონია ეხა არ დამვალავ რა დასამალი არის ხო და კიდე იქნება ვიცი მაგრამ ამასაც გადავიტანთ აუცილებლად და იქნება ყველაფერი და ანუ ამ შემთხვევაში მამა თუ შეიძლება აი როგორ უნდა იმას გქო მე მაგალითად ამან უფრო გამზარდა აი ისიც როგორ უნდა გაიზარდოს ანუ რამ ხრივ გეუნებით ეხა მე ხიბლით კი არ გეუნებით ხიბში კი ვართ მაგრამ ანუ აი ამ შემთხვევაში ვამბობ მამა რომ საჩვენოთ როგორ გამოვიყინოთ რა იმიტომ რომ ეს ყველაფერი თუ ჩვენ რაღაცას სხვანაირად მივიღეთ აი ხა მაგალითად იმ წლებში რომ დავიწყე 2008 წელს დავიწყე გეფიცებთ ყველაფერს დღეს არ 2010-ში მაქსიმუმ უკვე უნდა დამეყარა ფარხმალი დახურულიყო გადაცემა წავსულიყო ამ შემთხვევაში რაღაცა გაუძლო ხო იმას თუ რაღაცა იბძვი რაღაცნაირად მოდის რა ღვთისწყალობაც და რაღაცა ძალაც მოდის იმისა რომ გადაგატანოს რა კი იცი რა არის ახლა მოდი ესე დავსვა საკითხი რომ არის სულიერი განზომიერება როდესაც ღვთისთვის საქმეს აკეთებ იქ განსასწრელი სიზათ უნდა იყო ღვთისაწინააღმდეგო ძალა საერთოდ ცდილობს რომ სამაგიერო გადაგიხადოს ან მანამდე ან იმის შემდეგ სხვათა შორის აი ზიარების დროსაც ეზიარა ადამიანი ხო მანამდე ან შემდეგ ცდილობს სამაგიერო გადაგიხადოს კაი და ზოგჯერ ისეთ საინტერესო დეტალია მაგალითად ადამიანმა ახსარება თქვა და მე თვითონაც არ იცის რაღაცაზე უშარდება ოჯახის წევრი კაი რა შეასახა აი ეს ოჯახის წევრი თვითონაც ამას ვერ აცნობიერებს კაი მაგრამ უჩიჩხინებს ეს ბოროტი ეს ბოროტი ზირითადად ფსიქოლოგიურად იბრძვის ახლა კუდი დარგებით კი არ გამოგეცხადება სხვათა შორის ძალიან საინტერესო ხილვა არის ესეთი მაკარი ალექსანდრელი იყო დიდი წმინდა მამა ადრე მახსოვს მე მაკარიტი ხო ეს უწმინდესმაც იქადაგა ილიამ ეს შემთხვევა მოიყვანა რომ აი მამას გამოეცხადა ბოროტი და ეუბნება რომ წამოდი მსახურებაზე ცნობილი შემთხვევა და ამან უთხრა რომ რა ხელი გაქვს შენო ეკლესიურ მსახურებაზეო და ეს ეუბნება რომ შენო არ იციო რომ არც ერთი მსახურება ჩვენ გარეშე არ ტერდებაო და აი ამ დიდმა მამამ ილოცა რომ გაეგო მართალი იყო თუ არა ბოროტი და მედის მსახურებაზე მონასტრის ძმები ფსალმუნებს კითხულობდნენ და რას ხედავს რომ ეს ბერები მორჩილები ზიან და აი მთელი ეს ატმოსფერო არის დატვირთული სხვადასხვა აი შავი ისე არის აღწერილი შავი ეთიოპელებივითო ნუ ღრმებივითო დაფრინავდნენო აი ამ ეკლესიის სივრცეში ერთ ბერთან მიდიოდნენ თქვა თვალებზე ხელს უშლიდე რა რომ წვეტილიყო ლოცვა ხო აი ეს თვალებზე ხელს მოკიდებდნენ და იმას ეძინებოდა გაიგე რა შეასაქმე მეორესთან მივიდოდნენ ქალის სახით გაივლიდნენ წაიგე რა შეასაქმე და იყო კატეგორია ვისთანაც არ მიდიოდნენ რაღაც ძალა განაგდებდა ხოლმე აი ეს იყო ის ხალხი რომელიც აიცილობდა რომ გულისხმრულით მოესმინა ლოცვისთვის მე ამ დიდმა მამამ მსახურების დამთავრების შემდეგ დაიბარა ვინც იყო იქ და ყველას გამოკითხა რას განიცდიდა და მართლაც ყველა მის უთხრა იმას განიცდიდა რა ხილვაც ჰქონდა ამ მამას წარმოედგინე შენ რა
იმ ბრძოლებზე დაუწყეს საუბარი, რომელიც თვითონ იხილა რომ მათ ჰქონდა. ანუ მე რა მინდა ვთქვა? ის მინდა ვთქვა, რომ ეკლესიური გარემოც ეს არის სადღაც კონცენტრაცია ბოროტის ზემოქმედების. ეკლესია, მადლიანი ეკლესია, ზოგჯერ იქ ძალიან მძლავრობს ბოროტი. იქაც ჰაერში დაფრინავენ ეს ბოროტის სულები, მე ესე ვიტყოდ. და ძალიან ძალუმად, თუ შეიძლება ასე ითქვას. ასე რომ იქაც ბრძოლები მიდის. კიდე რაც ითქვა, განსაცდელი მოვა აუცილებლად, აი სულიერ საქმეს რომ აკეთებ. მაგრამ არის ესეთი დეტალიც რა, ხო უფრო ფსიქოლოგიური მიმართულებით წავიდეთ, რომ არის ესეთი კლასი ფსიქიკური განცდების. საერთოდ აი ზოგად ფსიქოლოგიურად სხვათა შორის რელიგიური კუთხითაც სამი ძირითადი კლასი გამოიყოფა. აი ფსიქიკური განცდები ხო მრავალსახოვანია. ჩვენში რამდენი განცდა რჩდება რა, თქვათ ვიღაცაზე ბრაზდებით, ვიღაცის შეგშურდება, მე რა ვფიქრობთ, ემოციები მოდის და ასე შემდეგ. სამი ძირითადი კლასი გამოიყოფა. ერთი არის შემეცნებითი, აი როცა ვაზრუნებთ, ან კიდე აი შეგრძნება ვთქვათ, აი შევიგრძნენი რომ ეს კარები არის თეთრი ფერის, რაღაც ინფორმაცია მივიღე, ხო? მეორე არის ემოციები. ვთქვათ მე ქვახო არა ვარ, არა, ჩემში რაღაცები ემოციებს იწვევს, ხო? გამიხარდება, მეწყინება და ასე შემდეგ, ხო? მესამე არის რა? ნებელობითი განცდები, რომელიც ყოველს ადამიანს აქვს. ანუ მე ნებისყოფა უნდა დავწაფო. და იგი რა შეასაქმე, როდესაც რაღაცას ვაკეთებ. ეხლა ნებსის გაკეთება, ალბათ რო ვარ, სულ არ მეხალისება, მაგრამ საჭიროა, ხო? სწავლა ზოგჯერ სულ არ მეხალისება, მაგრამ უნდა ვისწავლო, ხო? რამდენი რაღაცაა, რაც ნებისყოფის დაძაბოს მოითხოვს, ხო? არის ძლიერი ნებისყოფის ადამიანები, არიან, ხო? აი მაგალითად რო აიღო ხა სტალინი შეიძლება ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ძლიერი ნებისყოფის იყო, ხო? და აქაც ზოგჯერ შენ ძლიერი ნებისყოფა უნდა გამოიჩინო. მარტო ეხა იავარდებით რო იყოს ჩვენ იქ მოყვანილი, მაშინ მოხვიდე და ხალხშეწყობა იყოს სუდა, განსასწრებელი არ იყოს, შენთვის არის ცუდი, იმიტომ რომ განსასწრებლებმა უნდა გამოგაწრთოს, ხო? გაიზდები, გზდის, მამა. გზდის, აბარა. მაგას ასე რომ ამასაც ხო ვერ აცდები, არა? ნებელობითი განცდები ჩვენში მოიცემა და შენი პირველი სიძლიერე რა შემჟღავნდება, რომ პირველივე დაბრკოლებაზე ფარხმალი კი არ დაყარო, არამედ იბრძოლო, ხო? იმიტომ რომ ესეც საჭიროა შენთვის. ესეც მნიშვნელოვანია, რომ გაეცნო ადამიანებს, საკუთარ თავს გაეცნო, გამოიცნო ამ ბრძოლაში და ასე და შემდეგ. ასე რომ კიდევ მეორებ, ყველა საქმეს, კეთილ საქმეს, სულიერ საქმეს განსაცდელი ახლავს თავს, მაგრამ ესეც საჭიროა ჩვენთვის, რომ რაღაცნაირად წინ წავედიოთ პიროვნების სრულყოფის გზაზე. ყოველ შემთხვევაში გაიგო როგორი არ უნდა იყო. რა მაგარი იქნება, რომ აი ეს ადამიანები, აი მართლა მამა ყველაზე ცუდი რა არის, რომ ეხა აი რაღაცნაირად ისე საწოდავად შევხედოთ, მე მეწოდებიან ესეთი ადამიანები, ვინც სხვას აბკოლებენ, თავის არა მარტო ის აი ეკლესიაში მომავალ ადამიანს დააბკოლებენ, არის ყველაზე დიდი მტერი არის ეკლესიის. ეხა აი ამ ბოლო ხანსაც სულ ყოველთვის მამაო არის ხოლმე ის, რომ ვიღაცა ერის ხალხი დადგებიან მამაო და ეპისკოპოსი იმას განიკითხავენ რაღაც აი რაღაცა ზოგი ჟურნალისტი ზოგი გასაგებია, მაგრამ შენ არ უნდა მისცე შენ თავს უფლება, როცა ვერ ერკვევი რაღაც საკითხში და შენი არ არის, ხო? იმიტომ რომ იმ ადამიანს რა პრობლემა აქვს, თუ გასაჭირი აქვს, ხო? ის შავმხარისო წამოწევს მამაო, ის მისი ტკივილი არის და ღმერთის ტკივილი. ეხლა ვიღაცა რო ვერ შედგა, მაგალითად სასულიერო პირი, რომელიც შენ ვიგაჩენო ცუდია და გააშუქე, ხო? ის ღმერთისთვის ამხელა ტკივილია, წარმოიდგინეთ, მამაო, რომ ადამიანს ენდო მღვდელი გახადა, ან რაღაცა ტაძრის სახური, ან რა ვიცი, მნიშვნელობა არ აქვს და ამან იმედები ვერ გაამართლა ღვთისათვის ამ ტკივილს კიდე წინ წამოწევ და რატო წევ, მამაო, რომ ვიღაცა ადამიანები დააბკოლო და იმათმა წერო, რომ აი ხო ვამბობდი ეკლესიაში, იმიტომ არ დავდივარ, რომ აი ესეთი ცუდი მღვდლებიან, როგორ ეს ხო რამხელა სიბოროტეა, თუნდაც აი თქვენ რომ ამბობთ ხოლმე ის სიტყვები სულ მახსენდება, რომ ნახევრად სიმართლით მოდისო ბოროტიო რა. თუნდაც სიმართლე იყოს და დაცემულია რა ეს ადამიანი და შეიძლება ცუდი ადამიანი არის საქციელით, ხო? მაგრამ ღმერთმა ხო ესეთი არ შექმნა და შენ ამას რო წაუხალისებ ვიღაც ტიპს და კიდე დაუმატებ. გამოწიე რა შე ადამიანი, შე კაი ადამიანო,
კაი მღდელი რომ აი ხო შეიძლება ვიღაცას ეშლევა, მაგრამ აი იუდა არის, მაგრამ მაგერ აი ანდრია მოციქულიც არის, ისიც არის და აი მოდი ამას მივაძეთ, ხო? აი თუ შეიძლება მამო, აი ამასთან დაკავშირებით რა სიტყვით ბოლო 5 წუთი დარჩა და ხო, აი რა უნდა ვთქვა, რომ დიდი პაისი ათონელი ამბობდა, რომ კატეგორია არისო ადამიანებისო, ადარებდა ბუსს და ფუტკარს თუ გახსოვს ხო ეს, ანუ შეიძლება ზოგმა არ იცოდეს, რომ კი, კარგია, სწორი. ხო, რომ ადამიანი ზოგი ისეა მოწყობილია, როგორც ბუზიო მაგალითად სხვადასხვა უწმინდურობას აჭდება, ხო? ხა. და ფუტკარი პირიქით, კარგ სცენარებს რომ მე თაფლი მოიპოვოს, ხო? აი ესე ადამიანებიც რა ორ კატეგორიად გამოყოფდა რა. ზოგიერთი მე პირადად ერთ-ერთი კატეგორია ადამიანებისა, ვისიც პირდაპირ ვამბობ, გინდა თეთრი ლურჯი, რა ვიცი, მწვანეშური და არ კი მშურს, აი რომელიც ისეა მოწყობილი, რომ ვიცი ეგეთი ხალხი, რომელიც ცუც არ იწვის ხოლმე. აი რომ ლაპარაკობენ ცუც ხვაზე არა, ისინი განერიდებიან ხოლმე. ცოტაა სხვათა შორის, მაგრამ ვიცი რამდენიმე კაცი, რომ აი ყველნაირად თავს არიდებს რა ამ ყველაფერს. კიდე აი რამდენიმე დღის წინ მითხეს სხვათა შორის ერთ-ერთი ხალბატონი მეუბნებოდა თავის ქმარზე, რომ აი ვიღაცამ უძრახის აქციელი ჩაიდინაო და უძრახის აქციელი სიმდე შეხვდები ცხოვრებაში და ამბობდაო, რომ იმ კაცო იცი რომ გარემოებამ შეუწყო ხელიო სიტუაცია მაგაიგე, ანუ ამართლებდა, გაიგე, წარმოიდგინე როგორი ძვირფასი თვისებაა, ხო? როგორი ძვირფასი თვისებაა და საერთოდ ეხა აი ყველაზე დიდი ცოდნა არის საერთოდ ქრისტიანობაში ჩადებული ფსიქოლოგიური. აქ რა მომენტია, იცი? აქ ის მომენტია, როგორ გითხრა, იცი, რომ მაგალითად რა განსხვავება ხილებასა და განკითხვას შორის. ანალიზი უნდა გააკეთო, გაიგე, ანალიზი უნდა გააკეთო. მე თუ ბოროტის სიხარული მომოძრავებს, მე თუ ბოღმა მომოძრავებს, გაიგე რა შეა საქმე და იმიტომ გავაკრიტიკებ ადამიანს. აი ამ შემთხვევაში ეს არის უკვე განკითხვა. ეს არის უკვე ცოდვა, გაიგე და ხო არის არა გამონათქვამი მოყარეს პირში უძრახებ, მტერს პირს უკანაო, ხო? მე თუ გულისტკიული მომოძრავებს, გაიგე რა შეა საქმე. მე თუ მინდა რომ ადამიანი გამოსწორდეს, მე მინდა რომ სფერო უფრო გაჯანზაღდეს, თქვენ თუნდაც ეკლესიური არა, ეს უკვე სხვა რაღაცაა, მაგრამ თვითონ ხილებაც ხელოვნებაა, გაიგე რა შეასახა. იქაც რამდენი ნიუანსია იცი. მე თუ გაბრაზებული ვარ და შეიძლება ეხა გულით მინდა რომ გამოსწორდეს, მაშინ ვამხილე, სიტუაცია ვერ დავიჭირე, გაიგე რა შეასახა. მე თუ ზედმეტად მკაცრად ეს გამომივიდა, მე თუ არ ვილოცე, გაიგე რა შეასახა. იქ იმდენი ნიუანსია, რომ შეიძლება შენ გული შეგთქიოდეს, მაგრამ მაინც ესე ვიტყვი, ძალიან პრიმიტიულად მივუდგე ამ ყველაფერს, გაიგე და ესეც შენი ხილებას თუნდაც აი კეთილი მიზნებიდან გამომდინარე, არა, ბოროტებად გადაიქცეს. კი ბატონო, და ვერ მოზომა მომო ადამიანი. და ვერ მოზომა და გამორიცხული. ადრე გითხარი გიორგი, ერთ-ერთი კიდე დიდი დასკვნა ჩემი ცხოვრებისეული რა არის, რომ აი ბოროტი ხშირად მოდის სიმართლით. აქ არ ელაპარაკი ნახევრად სიმართლით. მართალი ხარ, მაგრამ ამ სიმართლეს როგორ ეუნები შენ ადამიანს? ეუნები იმ ფორმით ის ადამიანი ბრკოლდება, ის ადამიანი იძაბება, გაიგე რა შეესაქმე. სიტყვით შეიძლება მოკლა კაცი. და აი ამ შემთხვევაში შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ ეს სიმართლე არის ბოროტის იარაღი. აი როგორც სინათლის ანგელოზით მოდის არა, ღვთისაწინააღმდეგო ძალა წმინდა წერილში რო გითხულობთ. არა ესეთი სიმართლე შეიძლება მოვიდეს, იმიტომ რომ ეს ძალა არის ძალიან ჭკვიანი. ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ცოდნა გამოცდილებით აღჭურვილი, მე ესე ვიტყოდი და აი მისი აი ეს ქმედებები არა აზანზარებს სამყაროს, მაგრამ კიდევ მეორებ ამას ჩვენ ვერ ვაცნობიერებ ხშირ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა ესეთი ლამაზი საუბრისათვის. ბედნიერებას გისურვებთ, მომო ძალიან ბევრი კაი ადამიანი არის ხა ამას წინათ. იტალიიდან დედაშვილი შეხვდა, როგორ მახსოვს ესე იმათ ყველა ჩვენი გადაცემა ნანახი ქონდა, მომო წარმოიდგინეთ ამბის ლომიძია, გვარად აი როგორ აი ესეთ აი ესე რომ წამახალისებენ ხოლმე და რაღაცნაირად ესეთ სტიმულს რომ მოგცემენ, მამოი, ამდენად მიიღირს უბრალოდ და სულ ყველა ზეპირად იცოდა აბსოლუტურად, მამო, თქვენი გადაც აი საერთოდ თელის და ისე გამიხარდა, მამო, აი რამდენი ადამიანისათვის ჩვენ შევეცადოთ რომ რაღაცნაირად დავეხმაროთ ერთმანეთს, თორე ხილებას და სხვისი ცუდის წამოწევას, მამო, წი რა უნდა და დასჯას მე კიდე ზემოდან, ხო? ესეთი რაღაცა ხო გაეგოისტებული ადამიანი და მეორე ადამიანს ამცირებს, იმიტომ რომ თვითონ რაღაცა გამოჩნდეს რაღაცა. დაანებე თავი შენ ხო იცი მარტო რო ხარ, ვინც ხარ, ხო? დაანებე სხვა ადამიანებს თავი, ყველამ თავის თავს მიხედეთ, იმიტომ რომ დროს დაკარგავ მე სხვა იმას სხვასაც შეაძულებ თავს და ის დრო რაც შენი გამოსწორებას და ცხონებას უნდა მოანდო, მამო,
სხვის იმაში განკითხვაში და იმაში იხარჯება ხო სხვის იმხილება რო იციან ხოლმე ვინ უნდა ამხილო ხანახა ჩაიხედე ხოლმე შენ გულში და სულში და მე მიხვდები რომ ერთადერთი ადამიანი ვინც უნდა ამხილო ის ხარ შენ და აი ეს ყოველთვის იცოდეთ რა რადიკალური ვიზას არ დამდობი თუ იქნებით უნდა იყოთ მხოლოდ თქვენი თავის მიმართ სხვა ყველას მიმართ უნდა იყოთ მოწყალენი როგორც იყო ჩვენი პატრიარქი და ღმერთო ბედნიერება და სიხარული ყველა იმ ადამიანს ვინც შეეცდება რომ ეს აი მოწყალები და იმით იცხოვროს ხვის მიმართ რა თქმა უნდა და ღმერთი აუცილებლად სიხარულს მისცემს მათ მამა უღრმესი დიდი მადლობა იმ ადამიანებს ვინც ხართ პატიმებს განსაკუთრებით და აი უცხოეთში ყოფ ქართველებს უღრმესი მადლობა და ბედნიერებას გისურვებთ დიდი მადლობა რომ ხართ აი ჩემი მსმენელი უამრავი ადამიანი რომელიც აი დღესასწაულებს და იმაზე საოცრებებს ახდენთ ხოლმე და მადლობას გიხდით ქეთს ვიხდით თქვენ წინაშე და ზემოთ სტაფს რომლებიც აი მართლა გადაყოლილები არიან ჩემზე ადამიანები რა ვიცი რასაც თქვენ ხედავთ აი ამაში მეხმარებიან ხოლმე ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერი კარგს ხვალდაგიბრუნდებით საღამოს 8:00-ისნახევრისათვის მამა დავით ცისქიშვილი გახდა ჩვენი სტუმარი კარგად ზანდებოდეთ დროებით